ჩემო თკბილებო, გემრიელო ხალხო, უნდა შემოგთავაზოთ აი ეს დანა, რომელიც ახლა შევიძინე. და არის ესპანური დანა, არის ძალიან მაღალი ხარისხის დანა. და ვისაც გაინტერესებთ და დანების მოყვარულები ხართ, ანუ სიგიჟემდე მიყვარს დანა რა. ნახეთ, მაგარია და ეხლა ნახეთ როგორი დანა დაგათვალიერებინებთ დეტალურად და თქვენთანაც შეაფასეთ რა. მაგარი თემაა. ეხლა მინდა რომ ჩემი სიხარული გაგიზიაროთ. ეს არის ლიტრა ნახევარი ბოთლა და მინდა წარმოდგენა შეგექმნათ, ანუ რამხელა დანაა. ამ დანას მოყვება ესეთი რაღაცა, ეს რო დავინახე ეს, უყურეთ, თავისი სალესი ქვა, უყურეთ. ესმით, თეთრი ქვა. ჩაგამოვიღო. ესეთი თეთრი სალესავი წმინდა ქვა მოყვება. და ეს როგორც დავინახეს, პატარა ჯიბე ქონდა ქარქაშ თვითონ. მივხვდი რომ ბევრი იყო ნაფიქრი ამ დანაზე, ბევრი იყო ნამუშევარი და მე გავიქეცი მეხუთე ქალაქია. მეხუთე ქალაქი, სადაც მე და მაწყობდა წავსულიყავი, მოდი ეს ბოთლი იქით გადავაგდოთ. ან დილით ადრე, ან გვიან ღამე საღამოთი უკვე დაღამების ხანს, იმიტომ რომ პოლიციის კონტროლები არ არის მაგ დროს და მე ხო იცით რომ საბუთებზე პრობლემა მაქვს. მანქანის დაზღვევად შემიჩერეს და ასე რომ მოვერიდე რა პოლიციასთან შეხვედრას და წავედი დილით ადრე, ესე დავთქვით, 9 საათზე იქ ვიყავი და 10:30-ზე უკვე სახლში ვიყავი. ვისესხე 50 ლარი და 50 რას ფეხი არ მოუცვალა. მაგრამ ღირდა. ეს ამ ადამიანმა რაზეც ამ დანაზე გული აიცრუა, ეს არის მისი დაუდევრობის ბრალი, აი უყურეთ, გაულესია და აქ ნახაზები უყურეთ, აი ნახაზები. აი ისიც სად იცი, აი ამის, აი ამ ზოლის ქვემოთ. ამის ზემოთ არა, ვაფშე სუფთაა კრიალა. მე რომ ჩამოვიტან ამას საქართველოში ღმერთმა მშვიდობით ჩაომიყვანოს და ჩაომატანინოს, დანების ცოდნეს მიუტან და უბრალოდ აი აქედან ქვემოთ გავაპრიალებინებ და ისევ თავის ხოდზე დადგება რა ეს დანა. მე ამ ეხლა მინდა დაგათვალიერებინოთ წარწერები, რომელიც ამ დანას აქვს და დაგარწმუნოთ, რამდენად ძვირფასი და სერიოზული დანა. რაო hardness control tureza აცის კონტროლი აქვს, ანუ 10 ხარისხს მიგვითითებს. აი ესეთი წარწერა აქვს და made in Spain, ნომერი აქვს მინიჭებული. და რაღაც სამეფო ლოგო აქვს, ნახეთ. და ბოვიე მაგნუმი აწერია. ანუ ეს ის დანა არის, რომელზეც გესაუბრებით და მინდა გითხრათ, რომ 50 евро არ არის ძვირი, უბრალოდ მე აი ამის ქვემოთ უნდა გავაპრიალებინო, ვის დანების მცოდნე არის და ნახეთ რა დანაზეა საუბარი, რა სიხარულისაგან აღარა ვარ. მეხუთე ქალაქში ვიყავი წასული. ანუ ეს ის დანა არის, რომ სხვა დანის წაღება დღეში არ მოგიწევთ, ამით თუ გინდათ დაჭრით, მაჯისის ხოტოტებს ჩაჭრით, იმდენად ბასრია, იმდენად მძიმეა, მკრივია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოებს ხელს რო ავლებ, მეტალს რო არის რაღაცა გასაოცარი მეტალი. გინდათ ღორს დაკლავ, გინდათ დაანაწევრებ, გინდათ სამწვადე ნაჭრებს დაჭრი, თუ გინდა საფარს მოიწყობ, მაჯისის სიცხო ტოტებს დაჭრი და ასე შემდეგ. ანუ და მე რატო მივხვდი რომ ეს დანა იყო კარგი. ანუ Facebook-ის მარკეტზე იყო, ანუ Facebook-ის მარკეტზე ედო ტიპს და აი ეს პანჯარა რო დაუნახე ქარქაშ და ეს თავის სალესი ქვა მოყვა, ანუ მე ვიფიქრე ეგრევე, მივხვდი რომ ამ დანაზე იყო ბევრი ნაფიქრი, იყო სერიოზული დანა, იყო სერიოზული ბრენდის დანა და ესპანური შედევრი იყო ეს დანა და გავიქეცი და წამოვიღე. მოკლედ მე როცა ჩამოვალ საქართველოს თუ ღმერთმა მშვიდობით და ყველაფერი კარგად იყო, მეუტან ამას დანების მცოდნეს, რომელიც აი ამის ქვემოთ გამიპრიალებს დანას, რომ ნაკაწრები არ კონდეს და სწორად გავალესინებ, რომელიც არის ძალიან ბასრი და მე მგონი სერიოზული პრეტენზია ექნება, რომ ზურა კვაჭანხაძესთან ეს მოხდეს განხილვაში და იმასაც გეტყვით, ეხლა
არ ვიბლატავებ, მაგრამ დომინანტი იქნება ეს დანა იმ დანებში, რა დანებშიც მოხდება ამ დანის განხილვა რა. ძალიან მაგარი დანა შევიძინე და ვისაც მოგეწონათ, მომილოცეთ. ეს ოღონდ ჩემთვის, არავისთვის, სხვისთვის ეს დანა იქნება ჩემთვის და სიბერემდე ამ დანას მევატარებ, იმიტომ რომ ეს არის მრავალფუნქციური, ყველაფერში გამოიყენებ. ეს დანა რო გაქვს ტყეში, სხვა დანას აღარ საჭიროებ რა, აღარ გჭირდება სხვა დანა მოკლედ რა. ასე რომ შემიფასეთ.